სახელმწიფო გუნდს რუსის ფონდის სტაჟიანი თანამშრომლის ვანო ჩხიკვაძის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია როგორც. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მსგავსი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების შესახებ. აქ არაფერი არალოგიკური არ არის. ვანო ჩხიკვაძე გახლავთ სოროსის ფონდის სტაჟიანი თანამშრომელი, ერთ-ერთი ვისაც ის წარმოადგენს იმ ფულს, რომელსაც მას აძლევენ უცხოეთიდან. ასე რომ გასაგებია, რომ ის ატარებს მისი დამფინანსებების დღის წესრიგს და მის დამფინანსებების რა დღის წესრიგიც არის, ამას დიდი ხანია ვხედავთ, სხვადასხვა მათ შორის უცხოელი აქტორების განცხადებიდან, მაგალითად თუ ავიღებთ მაკეინის ინსტიტუტს, ნახავთ, რომ პირდაპირ სცენარი ჰქონდათ გაწერილი, ძალადობრივად როგორ უნდა დაამხონ საქართველოში ხელისუფლება. გახსოვთ, რომ ქალბატონი თორნტონი მაკეინის ინსტიტუტიდან პირდაპირ ინსტრუქციებს იძლეოდა, მაინც უნდა მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის უცხო ინტერესების გატარება. ერთ-ერთი ჩვენ რასაც ვითხოვდით, იყო გამჭვირვალობა, რომ ზუსტად ვცოდნოდა ვანო ჩხიკვაძეს რამდენი ცენტი თუ ევროცენტი თუ დოლარცენტი ვისგან ერიცხება, რომ ვიცოდეთ ვისი ინტერესებია. ჩვენ ახლა პირდაპირ ვიდეო მტკიცებულებები გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს ხალატი, რას ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ხალხის წინააღმდეგ წასვლა, ამის სიმბოლოდ იქცნენ სამწუხაროდ ეს აქამდე მიიყვანა NGO სექტორმა საკუთარი თავი, რომ ერთადერთი რითაც ამახსოვრდება ეს ქართულ ხალხს არის ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ღალატობს თავის სამშობლოს, არის გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ცალფეხზე დგება უცხოელების დანახვის დროს. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი. კონკრეტულად ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ ასევე მისი კოლეგები. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს და შორი რეტროსპექტივა არ ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ვიხილეთ ქალბატონ საბანაძესთან ერთად თუ არ ვწდები ვაშინგტონში, ესე ვთქვათ ბოლო წლებში ერთ-ერთი პიონერები იყვნენ, ესე ვთქვათ იმ მოღალატეობრივ ქმედებაში, რასაც ვხედავთ ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან და მათთან აფილირებული ესეთი, ესე ვთქვათ ზურგს უკან მომუშავე ბიუროკრატიულად მომუშავე პირებთან და იმ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რაც არ უნდა ესე ვთქვათ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთონ, აი ეს ყველაფერი არის ისევ და ისევ შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების. ჩვენ ამ პიროვნებისგან გვახსოვს ვაშინგტონშიც კონკრეტულ ხდომაზე სამხედრო სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, იქაც ის ითხოვდა დასჯას, იქაც ეს ბატონი ვანო ითხოვდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ რაღაც აქტიურ არსებით ქმედებებზე გადასვლას. დღესაც ის ითხოვს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეებს